მოდი წავიდეთ სამგზავროდ. Vlogi რაჭიდან. დაახლოებით 4 საათში ვიკრები ადგილზე. ეხლა ვიყვებით 9 ჯვარზე და მოდი ერთად გადავიხედოთ. იცით რა არის 9 ჯვარი? ეს ისეთი ადგილია, სადაც ძალიან ბევრი ჯვარია და სასწაული ხედი. ცხრა ჯვარზე ადამიანები იმისთვის მოდიან, რომ ჩაიფიქრონ სხვადასხვა სურვილები. ალბათ, ზოგი ბავშვი ჩაიფიქრებს, რომ კარგად ისწავლოს. და რა ვიცი კიდე რა სახარ. ოდესმე შენც მოხვდებია? შეგიძლია ჩაიფიქროს სურვილი. იქნებ ერთ დღეს ახდეს კიდეც. ეხლა დატკვით დრონის კადრებით. მანეთის თუ გინდა რო გავიგოთ მოდი მერცხლებივით ერთი ბუდე დავიდოთ შორიგდა ჩამოვედი შენ გეტყვია განაცხადა ჩემის თუ მართლაც მიზობა და აქ ვიღაცა უცხოელები ესე ერთობოდნენ. რაჭა არის ძალიან ლამაზი კუთხე საქართველოში. იქ ხდებია ბევრი სუფთა ჰაერი და ტყე. მაგალითად ეს შავრის ტბა არის. იცი რომ შენახარ გოგო ჩემი საბედო ღმერთი არ გადიწყრეს უარი არ გაბედოშ საფულში ხალხი მოდის აქ დასასვენებლად და სამთავროში მთლიანად იყინება. შავრის ტბა რაჭა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. აქ რაჭის ერთ-ერთ რესტორანში შემოვედით, სადაც რაჭული ლობიარი უნდა გავსინჯო. ეს ნიკოლწმინდის ეკლესიაა, რომელიც მე-11 საუკუნეში აშენდა. რაჭაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს ისევ ჩემი მეგობარი კატოა, რომელიც ჩემი მასპინძელი იკრება რაჭაში. ვიმყოფებით სოფელ თლუში. ესეთი ლამაზი ესო დამხდა. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობებით ვერთობით. აქ მაგალითად დავხატეთ. აქ ხამაქცე ტრიალებთ. სწავლობთ როგორ დავდგეთ თავდაყირა. კატოს კარგად გავასდის. მე მგონი მეც. საღამოობით კოცხოდის ირგვლივ ვიკრიბებით და საუბრობთ. და ეს მომენტი ყველას სახალისო იყო. დილას სასიამოვნო მუსიკით ვიწყებთ. დღეს ავდები დილავ და ისთვის წყაროზე იყავით? კაი იყო წყაროზე? აქ წავედით რაჭის დასათვალიერებლად. ჩვენ საბარგულში ვიჯექით და ძალიან მოგვეწონა. აქ განძვერდებთ, მაგრამ ვერ ვიპოვე. აქ გოგოებს ყვავილები ჩამოურიგე.
აქ კი დატკბით ხედებით. ეს გამოქვაბულია, საიდანაც რაჭის მოსახლეობას წყალივი ეწოდება. მაგეთამებით საბაბებო ეხა ჩვენი ბლოგი რაჭი. ძალიან მოწონთ. მოდით წავიდეთ სამგზავროდ. შემდგომ დავბრუნდით სახლში და ბასეინში ჩავხტით. აქ ისევ სხვადასხვანაირად ვერთობით. ხამე ისევ კოცონი. დილით პირველმა მე გავიღვიძე. აქვე და კატო ერთობით. ეს სიყვარულის ჩანჩქერია რაჭაში. ძალიან ტურისტული ადგილია და ბევრი ხალხი მოდის მის სანახავად. მათ შორის შვედს. აი აქ უნდა შეხვდე და დასვენდები. ესეც ამბროლაური. ამბროლაური ძალიან მომეწონა. გოგო ერთმანეთის თუ გინდა რო გავიგოთ მოდი მერცხლებივით ერთი ბუდე დავიდოთ შორიგდა ჩამოვედი შენ გეტყვია განასხასა ჩემის თუ მართლაც მიზობა დაგი რაჭა ნამდვილად ჯადოსნური ადგილია. თუ ოდესმე რაჭაში მოხვდები, კარგად მოემზადეთ. ბევრი სილამაზი და საუგადასავალი გერით. ამით მე გემშვიდობებით და შევხვდებით სხვაგან. არ დაგავიწყდეს გვერდის დალაიქება და არხის გავარწერა. კარგად!